დღეს გავცემ პასუხს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და თან გავემზადოთ ერთად. პირველ რიგში მოვამზადოთ სახისკანი მაკიაჟისთვის და გამოვიყენებ თამოს სკინის მიცერალურ წყალს. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა შეიცვალა თუ არა ჩემი ცხოვრება მელანიას გაჩენის შემდეგ. და რა თქმა უნდა შეიცვალა, თანაც რადიკალურად. დედობაში არის ძალიან ბევრი რაღაც რთული, ძალიან ბევრი რაღაც კარგი. პირველი სირთულე, რასაც შევეჭიდე, არის ჩემი დრო. ანუ ჩემი დრო აღარ მაქვს. ყველანაირად მორგებული ვარ მელანიას ძილზე, კვებაზე და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ შენი ცხოვრება აღარ არის. უკვე ვიღაცის მთელი სამყარო შენზეა დამოკიდებული. რაც ერთდროულად ბედნიერებასაც გარიჭევს და ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც. მაგრამ არის რაღაცეები, რაც უფრო მეტად ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. თუნდაც უპირობო სიყვარულის პატარა მომენტები, რომელსაც მელანიამ ჩუქნის როგორიც არის ძილი, ჩახუტება, ღიმილი, კოცნა და ასე შემდეგ. აგრეთვე შევიცვალე თავად მეც, რა თქმა უნდა დადებითისკენ, უფრო მეტად პასუხისმგებლიანი გავხდი, უფრო ძლიერი და მადლიერი იმ რაღაცების მიმართ, რაც ადრე შეეულებრივად მეჩვენებოდა. თამოს სკინის მზისგან დამცავი, რომელსაც აქვს 50 SPF-ი. შემდეგი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა კი არის, არეკლამებ თუ არა იმას, რაც თავად არ მოგწონს. ალბათ ეს ყველას გაინტერესებთ და გეტყვით, რომ არა მეგობრებო. სახისკანი უკვე მზად მაქვს და გადავიდეთ მაკიაჟზე. გამოვიყენებ თამოს სკინის 3 ნომერ BB კრემს. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, როდესაც ძირითადად ბარტერებით თანამშრომლობდით, ყოფილა შემთხვევები, რომ პროდუქცია არ მოგწონებია მე და გიოს და უარი გვითქვამს მის დარეკლამებაზე. კონსილერი ვიყენებ თამოს სკინის პირველ ნომერ კონსილერს. ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის აგრეთვე ვარ თუ არა სინამდვილეში ისეთი, როგორიც ვჩვენ ვარ ვიდეოებში. და დიახ, ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვიდეოებში ვჩვენ ვარ, თუმცა რა თქმა უნდა არ ვაჩვენებ ჩემს დაღლილობას, დეპრესიას და ასე შემდეგ. მშობიარობის შემდეგ ძალიან დიდი დეპრესია მომყვება. შეიძლება ამას თქვენ ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ საკმაოდ ვიღლები კიდეც და ბევრ რაღაცაზე ხშირად ვღიზიამდები. როგორც ყველას, ხშირად მეც მაქვს ისეთი დღეები, როდესაც უბრალოდ არ მინდა კამერის ჩართვა და ვიდეოს გადაღება და ეს ბუნებრივია. უბრალოდ კარგი რაც არის ის, რომ არ ვცდილობ სხვა ადამიანი ვიყო და როგორც ვიდეოებში ვარ, ძირითად შემთხვევაში ვარ ეგეთი. კონტურისთვის გამოვიყენებ თამოს სკინის აი ასეთ ფერ ბლაშს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, როგორ ვასწრებ მელანიას მოვლას, მუშაობას და გეტყვით მეგობრებო, რომ ყოველთვის ყველაფერს ვერ ვასწრებ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი დედა ვარ. ადრე მეგონა რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფერს ასწრებდნენ, მაგრამ თურმე უბრალოდ ყველა თავის პრიორიტეტებს ანაწილებს. ჩემთვის პრიორიტეტი კი ჩემი შვილია და როდესაც მას ვჭირდები, აბსოლუტურად ყველა საქმეს გადავდებ ხოლმე. თუნდაც ის, რომ როდესაც მას ძინავს, მაშინ ვაედიტებ ვიდეოებს. ღამე გამითენებია ვიდეოების გადაღებაში ან დაედიტებაში უბრალოდ. იმიტომ რომ მანამდე მელანიას ვჭირდებოდი. არის დღეები, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ არის დღეები, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით უბრალოდ არ მიდის. ადრე ეს მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ხვდები, რომ ეს ნორმალურია. ასე რომ თუ გარედან ჩანს, რომ ყველაფერს ვასწრებ და ყველაფერი კარგად არის, მინდა იცოდეთ, რომ მეც ჩვეულებრივი დედა ვარ, რომელიც ცდილობს ყოველ დღე, რომ თავისი საქმისა და ოჯახის იდეალური ბალანსი იპოვოს. შემდეგი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა არის თუ რა პროფესიის ვარ და რა არის ჩემი განათლება. და გეტყვით მეგობრებო, რომ ზოგადად დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება, კერძოდ კი მენეჯმენტი. სიმართლე რომ გითხრათ, გრანტიც მქონდა, სტიპენდიანტიც ვიყავი, მაგრამ დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირების არაფერში არ გამომდგომია. 17 წლის ასაკიდან უკვე საკუთარი ანაზღაურება მქონდა, ანუ 17 წლიდან მე დავიწყე მუშაობა. გამოვიყენოთ თამოს სკინის 05 ნომერი პუჩის ფანქარი, რომელიც არის ულამაზესი. ასევე ბიზნეს ადმინისტრირებასთან ერთად შევისწავლე კონტენტ კრეატორობა, მარკეტინგი, პიარი და ინტერიერის დიზაინი, რომელიც სამწუხაროდ არ გამომადგა, მხოლოდ ჩემი სახით დავაპროექტე და შემდეგ შევწყვიტე. ასევე სიორ დონეზე ვიცი ინგლისური, თარჯიმნადაც მუშაობდი და ცოტა ჩინურიც ვიცი. კამერაში კარგად ვერ დავინახეთ, ცუდად მქონია კონტური წასმული და თავიდან წავისვი. ტურცსაცხი გამოვიყენოთ თამოს სკინის 04 ნომერი, მატი ტურცსაცხი, რომელიც არის სასწაული ფერი. მოკლედ, ასეთი იყო მცირე ინფორმაცია ჩემს შესახებ. თუ არის რაიმე, რაც გაინტერესებს ჩემს შესახებ, აუცილებლად დამიწერეთ, დამიკომენტარეთ და ყველას შეძლების დაგვარად გაგცემთ პასუხს. ვინც არიცით, მე გიო და მელანია მივდივართ აჭარაში, დავერთვებით კამპანიაში, გამომყევი აჭარაში. გვისურვეთ წარმატებები და აუცილებლად გვადევნეთ თვალყური, იმიტომ რომ გელოდებათ ძალიან საინტერესო ვიდეოები. თქვენ კი თუ მოგეწონათ მსგავსი კონტენტი, აუცილებლად დამიწერეთ და შეძლების დაგვარად ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მიყვარხართ ყველანი ძალიან და აბა კარგად. და რა დამავიწყდა, საუზმე ვერ მოვასწარი, ამიტომ ბიუნეს ჯორჯიას უგემრიელეს შოკოლადის პროტეინს მივირთმევ, რომელიც თავისუფლად ანაცვლებს საუზმეს, არის მართლა ძალიან გემრიელი და ისე გავვარდები ახლა გადაღებაზე, თან ძალიან მეჩქარება, ვიდეოს გადაღებაში ცოტა დრო გამეწელა, ამიტომ მივირთვათ უგემრიელესია.
უგემრიელესია. შოკოლადი არის ჩემი ფავორიტი და ბანანი სხვათა შორის ორივე ძალიან გემრიელია მართლა. ახლა მას ბოლომდე დავლევ და გავიქცევი. მიყვარხართ ძალიან.